მეგობრებო, საერთო გაშლილებას შემოგთავაზოთ, ახლა თემატიკა იქნება გაგიშვათ თუ არა თქვენმა პარტნიორმა ჩაიფიქრეთ ვიზის გაინტერესებთ, გაგიშვათ თუ არა თავის ცხოვრებიდან და თუ არ გაგიშვათ, მაშინ გავიგოთ როდის შეიძლება რომ გამოჩნდეს ან იმოქმედოს აქედან გამომდინარე. იმისთვის რომ გაიგოთ საერთო გაშლისას, რომ იცით ყველა გაშლა ყველაზე არ იქნება და ვერ იქნება და ყველა სიტყვა ვერ იქნება, ამიტომ იდენტიფიკაციას დააკვირდით ხოლმე მაქსიმალურად, რამდენად შეიძლება რომ თქვენი იყოს, რომ უფრო უკეთესად მოხდეთ, ლაიკები და კომენტარები და გაზიარებები და გამოწერები თქვენზეა ყველაფერი ენერგოცვლისთვის აუცილებელია შეგახსენებთ, არა მხოლოდ ჩემთვის, თქვენთვისაც. ამიტომ გააქტიურდით. ვინ ხართ თქვენ რომ გავიგოთ? რამდენად შეიძლება თქვენზე იყოს კონკრეტულად ეს გაშლა? ვინ ხართ თქვენ? რა ენერგიებში ხართ დღესდღეობით, როცა ამ ვიდეოს უყურებთ? შეძლით დედოფალიო. ეს არის ცეცხლისტიკის წარმომადგენელი ქალბატონი, ძალიან შარმიანი, ძალიან ცეცხლოვანი. ცეცხლისტიკია ვერძი ლომი და მშვილდოსანია, ძალიან მისტიური, მისტიკა უყვარს და ხიბლავს და მისტიურობასთან აქვს კონტაქტები, როგორც მინიმუმ, ეზოთერიკა ხიბლავს და უყვარს და ეს ქალბატონია თუ არ მუშაობს ამ მხრივ რაღაცა პატარა პრაქტიკებს, მაინც აფირმაციებს, რაღაცებს, რომ თავის თავზე მაინც აკეთებს, სხვაზე თუ არ მუშაობს, ეს ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ შეძლით დედოფალს აქვს 90%-ს ყველას აქვს ასეთი მიდრეკილება და ესეთი შარმი, რაღაცა მაგნეტიზმი ეზოთერიკასთან დაკავშირებით, რიტუალებთან დაკავშირებით, რაღაცების გამოცნობა, ბედის მატრიცის გამოანგარიშება, ასტროლოგიის რაღაცების ცოდნა, მაგალითად ის რომ ეხლა რეტროგრადული მერკური გვაქვს და დაუსრულებლად როცა რაღაცას ვიწყებ, პირადად მე სულ რეტროგრადული მერკური ასე ვთქვათ, მემთხვევა და ძალიან მოქმედებს პირადად ჩემგონებრივ შესაძლებლობებს, რაღაცა ენამებლუკება, რაღაცა ელემენტარულ 2-4-4 უცებ უყურებ და ვერ ხვდები და ესეა ყველა ადამიანი 99% ზუსტად იცი. მაგრამ მერკური იქეთ გადავდოთ და ასტროლოგია კარგად იცის, ეზოთერიკა იცის, რაღაცა პრაქტიკები იცის, აქ კამერა ვერ იჭერს, მაგრამ კატაყავს ფეხებში, რატო ვერ იჭერს ეს კამერა? კატაყავს ფეხებში, ასე ვთქვათ, ხედავთ. ნუ მოკლედ, კატაყავს იქ თავისი რაღაცა იდუმალება და რაღაცა შარმები ყოველთვის აქ ამ ქალბატონს, როგორც გითხარით, ცეცხლისტიკია შეიძლება ბრძანდებით, ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან მშრომელია. ყველაფერთან დაკავშირებით და ყველაფერთან ერთად ცეცხლისტიკის დედოფალი, ძალიან მიქრის მოკრის, სულ შრომაშია, აი ერთი წუთი რო არისვენებს დიასახლისიც რომ ბრძანდებოდეთ, სულ რაღაცის კეთებაში, სულ ლაგებაში, სულ ახალსადილებში, სულ რაღაც ჰარმონიის შექმნაში, მიდი მოდიში იქ ბავშვები, იქ სკოლა, იქ ის წაიყვანე, იქ იმას მიხედე, ძაღლი გაასეირნე, მოდი მერე სადღაც მარკეტში გადი, რაღაცეები იყიდე, მოიტანე, გაამზადე, ანუ სულ რაღაცა შრომაში ხართ, თუნდაც არ მუშაობდეთ და დიასახლისი იყოთ. მოკლედ ძალიან მშრომელი და ძალიან ცეცხლ ენერგიული ქალი ხართ. აი ყველას და ყველაფერს რო იზიდავთ, სტილისტიკა გაქვთ თუ ვიტყვი, ძალიან ესეთი ფერები გიყვართ, არ გიყვართ, აი როგორც ქართველებს საერთოდ გიყვარს მრუდე და ესეთი შავი ფერის ტანისამოსი, ცეცხლისტიკის დედოფალს უყვარს ძალიან ცეცხლოვანი, ძალიან ესეთი ხასხასა ფერების ტანისამოსი, უყვარს რაღაცა თავისი სტილისტიკა აქვს, ეს იქნება რაღაცა ჯინჯილები ყელზე, ბრასლეტები, საყურეები, მაქსიმალურად ესეთი სექსუალური და ესეთი მიმზიდველი, განსაკუთრებული, განსხვავებული შარმის ადამიანია. ნუ თმის ფერს არ მივეჯაჭოთ, მაგრამ უფრო მეტად არის ხოლმე ყავისფერი მორიჟო მუშაოში გარდამავალი ფერები, მაგრამ რასაკვირველია საერთო გაშლაში ყველასთვის არ იქნება ასე. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ გიყვართ ყვავილები და ყვავილების მოვლა, მურწყვა, ბაღივისაც გაქვთ და ყვავილებით მომდის ასევე ინფორმაცია, რომ თქვენი საკუთარი ბაღი და ყვავილების ერთგვარი რაღაცა ქოთნებში იქნება თუ მიწაში ჩარგული იქნება, ძალიან ხიბლავთ მათი მოვლა და
მორწყვა და დამიწერეთ კომენტარებში რამდენად ემთხვევა ხოლმე ძალიან ბევრი გამიგზელდა ერთ შეძლის დედოფალზე მაგრამ თუ ასე თუ ისე ატყობთ გაშლა არის ორივე სქესისთვის მეგობრებო მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ შეიძლება ყვავილებს არ უვლიდეთ მაგრამ ძალიან მშრომელი მიდიმოდი ენერგეტიკული ისეთი ენერგაიზერი ტიპაჟი ხართ ძალიან გიყვართ შრომა და ერთ ადგილას ვერ ჩერდებით ცეცხლოვანი ხართ ტემპერამენტიც ასევე არის როგორც დედოფლის მამაკაცისას შეძლის რომ ძალიან ტემპერამენტიანია და ну ზე მოთხოვნილებები აქვს ამ ხრივ ასეთი პერსონაჟია და თუ არ გქონთ თქვენზეა მაშინ წავედით გავიგოთ გაგიშვათ თუ არა თქვენმა პარტნიორმა ვიზეც გაინტერესებთ იმ პარტნიორზე და თქვენ თავზე იფიქრეთ და წავედით გავიგოთ ეხლა გაგიშვათ თუ არა მან თავის ცხოვრებიდან შეგეშვათ თუ არა გაგიშვათ ძალიან ეჭვიანობს პაშხმალი ეს არის უზომოდ დიდი დაუჯერებელი და ეჭვიანი ტიპაჟი ძალიან ხისტი და გაკვირდებათ სოციალურ ქსელში იცით თუ არ იცით შეიძლება ფეიქ აკაუნტებიდან გათვალიერებდეთ ნებისმიერ თქვენ Facebook, Instagram, TikTok, რა ვიცი, YouTube ვისაც შეგაქვთ და ვისაც მიუწვდება ხელი ყველა ვარიანტში ამ თქვენ აკაუნტებს მაქსიმალურად ქეკავს ვინ დაიმატეთ, ვინ გამოგიწერათ, ვინ დაგიკომენტარათ, ვისი მოგეწონათ თქვენ თავად, ვის რა მიწერეთ, როდის იყავით ბოლოს საიტზე, თუნდაც WhatsApp-ზე მაგია ეს არის манипуляტორი ტიპაში ძალიან დიდი ენერგიებით სავსე. მისი გარდა იმისა, რომ შეძლის არის და ცეცხლოვანია და ტემპერამენტიანია, მისი ჟეზლი სულ ხელში უჭირავს, სულ რაღაცას მოქმედებს, სულ მოქმედებს თავის სასარგებლოდ. აქ უსასრულობის ნიშანი მაქვს როგორც წესი და ეს არის უსასრულოდ შემოქმედი ადამიანი, ნომერ პირველი თავის საქმიანობაში და ძალიან კარგად იცის манипуляცია ადამიანებზე, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე მენტალური და ოთხივე სტიქია მაქვს აქვს თავის ხელში, როცა რა დაჭირდება გაქრება საერთოდ არეალიდან და ასე ვთქვათ, თქვენ ემოციურ ფონს ჩააგდებს დეპრესიაში, რომ აი რატო გაქრა, რამე ხო არ უჭერს, რამე ხო არ ხდება, ვინმე ხო არ გამოჩნდა, მაქსიმალურად манипуляტორია ყველანაირ მდგომარეობაში, ვიზეც როგორ უნდა, აბსოლუტურად ძალიან კარგად შეუძლია ფსიქოლოგიურად, სიტყვიერად, მკურნალობა ეგ დადებით ვარიანტში მაქვს და უარყოფით თუ ვიტყვით манипуляტორია თავის თავს გამოიყვანს ყოველთვის მშრალს და სწორს ყველა სიტუაციიდან და სათავისოდ გააკეთებს ყოველთვის ყველაფერს ისე როგორც მას უნდა, მაგრამ ამ ყველაფრის შუაში გარდა იმისა, რომ ეჭვიანობს, გარდა იმისა, რომ манипуляტორია, შუაში მას ამოუვიდა ტოსტასი, რომელიც არის ემოციების ზღვა, ეს არის სიყვარულის პირველი კარტი, ასე ვთქვათ, ემოციები, რომელიც მას უხვად აქვს თქვენთან მიმართებაში და იმდენი ემოცია აქვს, იმდენი წყალი აქვს, რომ ეს თასი ვეღარ იჭერს და გადმოდის აი ესე ფანტანივით მისი ემოციური ფონი თქვენთან მიმართებაში და ეს არის ზოგჯერ შეიძლება ეჭვიანობის ემოციები გადმოსდის და აი ტვინში არ ტყავს ის ეჭვიანობა და აი ეს აგრესიული ფონი და ეს ხისტი მდგომარეობა შეიძლება სიტყვებითაც კი წამოწდეს ხოლმე და თავი ვერ შეიკავოს ეს ეჭვიანობის და ხისტი ენერგეტიკა აქვს პრინც ხმლისას როგორც წესი, მაგრამ ემოციები აქვს ზღვა, ულევი და ეს სიყვარულის გარეშე ესეთი ემოციური ფონი, სიყვარულიდან სიძულვილამდე და ესეთი თასებიდან გადმომავალი ემოციები და წყალი არ არსებობს თუ ემოცია და სიყვარული არ გაგაჩნია ამ ადამიანთან. არც ერთ ვარიანტში არ გაგიშვოთ, იმიტომ რომ ეჭვიანობს, იმიტომ რომ ჩასაფრებულია თქვენ სოციალურ ქსელებს, იმიტომ რომ манипуляციის რეჟიმი აქვს ეხლა იგივე ჩართული თქვენთან მიმართებაში, მაშინ როდის გამოჩნდება და როდის დაალაგებს ამ თავის манипуляციას, როდის მორჩება, ასე ვთქვათ. ზოგისთვის იქნება 3 დღე, ზოგისთვის იქნება 3 კვირა, 3 თვეც შეიძლება ნაწილისთვის იყოს, რომ ამ პერიოდში გამოჩნდეს, მაგრამ გამოჩენა მისი იქნება ძალიან ისეთი, შეიძლება სასეირნოდ დაგპატიჟოთ, გასართობად, მოდი შევდიგდეთ, რაღაცა ვითომ არაფერი ყოფილა ისე გამოჩნდეს და ისე ვითომაც არაფერი, ვითომ არც იყო დაკარგული და არც იყო რაღაცა გაჭედილი მდგომარეობა თქვენ ურთიერთობაში და ეჭვები აქვს ძალიან ბევრი თქვენთან მიმართებაში, ძალიან ეჭვიანია და ძალიან მხსნობიარე ტიპაჟია. აი ყველა დისტანციებზეც კი ყველა თქვენ
რასაც გრძნობთ, ისიც იმას გრძნობს, მინდა გითხრათ და ასევე შეიძლება მთვარის ფაზები მის ემოციურ ფონზე განსაკუთრებით მოქმედებდეს ხოლმე, აი სავსე მთვარეობას ძალიან ემოციური იყოს, ამიტომ თუ ატყობთ რომ ასეთი ტიპაჟია, ხშირად ეცადეთ ხოლმე რომ ცეცხლზე ნავთი არ დაუსხათ ემოციურად, მაგრამ მისის ამაღლებული სულიერებით, ესე იგი მაგიდან იროფანტამდე ადის უფრო გამტკიცებული სულიერებით, გამტკიცებული შეგრძნებით იმის, რომ ენერგოცვლა, ფინანსური იმისი და ყოველდღიურობა და მამაკაცმა რაც უნდა ჩატოს, იმის აღსადგენად და მოსაცემად მზად იქნება ყველა ვარიანტში, თუმცა ეხლა ბევრი ეჭვები აქვს თქვენთან დაკავშირებით.